მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. მადლობა რომ თემით დაინტერესდეს, იმიტომ რომ ვფიქრობ თქვენი დილის მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო პორტალია. ეს არის იცის ჩვენმა მაყურებელმა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა იყო, რომ მომხდარიყო ფასების შესახებ საკითხის შესწავლა, შემდგომ პარლამენტში გადაინაცვლა ამ პროცესმა, დაისახა იქ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები და მათ შორის ერთ-ერთი იყო მოკლევადიანი ღონისძიებების კუთხით, რომ მარკეტებმა, ძირითადმა ქსელებმა, რომელიც საქართველოს ამ ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავს, ძირითად სასურსათო პროდუქტებზე დაიწყეს თავიანთ ქსელებში შეთავაზებები. ანუ ეს შეიძლება იყოს ფასდაკლებული პროდუქტით და შეიძლება იყოს საუკეთესო ფასით წარმოდგენილი სხვადასხვა სასურსათო პროდუქტები, რომელიც საოჯახო კალათაში ძალიან დიდ როლს ასრულებს. შემდეგ დადგა საკითხი, რომ ეს ყოფილიყო ერთიან ელექტრონულ სივრცეში მოქცეული, რადგანაც აი ძალიან მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ, რომ აი როდესაც შევდივართ მაღაზიაში, შეიძლება წინასწარ არ ვიცოდეთ რა პროდუქცია რა ფასია, მაგრამ თუ ვიქნებით ინფორმირებულები ჩვენი მოწყობილობის ტელეფონის, კომპიუტერის თუ სხვა რესურსის საშუალებით და წინასწარ შეგვეძლება ამა თუ იმ მარკეტის ქსელში ნახოთ ძირითად სასურსათო საბაზისო პროდუქტებზე თუ სად არის საუკეთესო ფასი ან გავაკეთოთ კომბინაცია, მაგალითად 12 პროდუქტის, 7 პროდუქტის თუ 8 პროდუქტის, ეს კომბინაცია სად მოგცემს საუკეთესო შემოთავაზებას, ეს პორტალი ამისთვის ძალიან კარგ და მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამიტომ ეს პორტალზე დღეს განთავსებულია 13 ქსელი, რომელიც საქართველოს ყველაზე ფართოდ არის წარმოდგენილი. დილის მდგომარეობით იყო დაახლოებით 279 საუკეთესო შემოთავაზება 13 დასახელების ყველა მარკეტის სასურსათო პროდუქცია. კი, ეს არის ამ მარკეტებში განთავსებული საუკეთესო შემოთავაზებები. ეს გულისხმობს როგორც ფასდაკლებულ პროდუქტს, ასევე გულისხმობს იმ კონკრეტულ პროდუქცია იმ ქსელში არსებულ საუკეთესო ფასს. ეს პროდუქტებია მაგალითად აი ესეთი სასურსათო პროდუქტები, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდ წილს მოიცავს. ეს არის მაგალითად შაქარი, ბრინჯი, კვერცხი, არის ფქვილი, არის ქათმის ხორცი და პორტალზე შეიძლება ეს დეტალურად ნახოს ჩვენმა მაყურებელმა პორტალის სტუმარმა და პორტალი იძლევა საშუალებას, რომ ქსელების მიხედვით ინახოს საუკეთესო ფასი და ინახოს ასევე საკუთარი კალათის საუკეთესო შემოთავაზება და რაც აქვე შეგვიძლია ნახოთ დღეს ახლა ჩვენ ვმუშაობთ, რომ მობილური აპლიკაციაც კონდეს ამ ჩვენს პორტალს, თუმცა პორტალი ადაპტირებულია მობილურ მოწყობილობაშიც და აქვე შეგვიძლია გადავამოწმოთ მაგალითად 7, 13 თუ 12 დასახელების პროდუქტზე ძირითადი ხუთეული მარკეტების, რომლებსაც გააჩნიათ საუკეთესო შემოთავაზება დღევანდელი მდგომარეობით. ანუ ეს შემოთავაზებები ყოველდღიურად ახლდება დაუშვათ და ეს კალკულაცია ერთგვარი, რომელიც შეიძლება ამ გვერდის საშუალებით მოახდინოს, ხო? იძლევა საშუალებას იმისა, რომ შენ ზუსტად იცოდეს სად მიხვიდე იმ დღეს? აი ამით მარტივდება, ხო? ალბათ, ხო? რომელ ქსელს მიაკითხო დღეს? კი, და ეს ონლაინ მოწოდება. კი, არა, ეს არ ონლაინ მოწოდება ახლა ყველა ქსელს თავისი აქვს და მე შეგვიძლია ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს შეკვეთა ნებისმიერ მოქალაქემ გააკეთოს, თუმცა ეს არის ინფორმაციის წყარო, რომ მაგალითად ვიცოდე წინასწარ, ვიყო ინფორმირებული, სად მექნება საუკეთესო შემოთავაზება ჩემთვის სასურველ პროდუქტებზე, აქ კიდევ ერთხელ 13 დასახელების ძირითად საოჯახო პროდუქტებზე და ეს იძლევა რა დამიჯდება ეს შენაძენი საშუალება. აი მაგალითად ახლა დღეს რომ ნახოთ დღევანდელი მდგომარეობით, ყველა საუკეთესო შემოთავაზება 13 დასახელების პროდუქტზე არის დაახლოებით 39 ლარის ფარგლებში და შემდეგ მოდის 41, 43, 45 და მე ვიცი მაგალითად რომ პირობითად საუკეთესო ფასი სად მექნება ცამოთ კომბინირებულ პროდუქტზე. რო ერთ სივრცეში მოვახერხო ამ ყველაფერს. კი, ერთ სივრცეში ბუნებრივია და ეს იძლევა მოქალაქისთვის დანაზოგის გაკეთების საშუალებას. ეხლა შეიძლება ეს მე ციფრებით თქვი ერთმანეთში დიდი სხვაობა არ არის, მაგრამ ჯამში ჩვენ რო შევხედოთ ძალიან ბევრი მოქალაქის დანაზოგს, ვფიქრობთ რომ აი ძალიან ესეთი ეს ფასების გამჭირვალობა იძლევა და წინასწარ ინფორმირება იძლევა ერთის მხრივ მოქალაქისთვის და თითოეულ ჩვენთაგანისთვის დაზოგვის საშუალებას და მეორეს მხრივ თვითონ ქსელებს შორის არის ძალიან სერიოზული კონკურენცია. ანუ აქვთ ეს მისწრაფება, რომ იყვნენ უფრო ხელსაყრელი შეთავაზებები ჩვენ ვეგრძნობით ამ პორტალზე ყოველდღიურად
მიღებულ ინფორმაციას ქსელებიდან უშუალოდ და ქსელებს აქვთ პასუხისმგებლობა რომ მოგვაწოდონ ზუსტი ინფორმაცია და თუ ფასტაკლების ბუნებრივ ეს ბაზა ეყრდნობა ქსელებიდან მოწოდებულ ინფორმაციას და გაცდენა არ უნდა იყოს, იმიტომ რომ მათ სისწორეზე ბუნებრივია მოწოდებელია პასუხისმგებელი და თუ არის ერთის მხრივ ფასტაკლება მისი ვადებია განსაზღვრული, მაგალითად პირობითად 3 ივლისამდე, 5 ივლისამდე თუ 10 ივლისამდე, თუ არის მუდმივ ფასთა საუკეთესო შემოთავაზება, ესეც განთავსებულია პორტალზე. ქსელები ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ პრაქტიკულად ამ განახლებებს და იგრძნობა, მინდა გითხრათ, ძალიან ისეთი აქტიური კონკურენცია, როდესაც ეს პორტალი ჩვენ გავხსენით 13-ვე პროდუქტის საოჯახო კალათის ფასი იყო სადღაც 42 ლარი, დღეს არის სადღაც 38. ანუ ეს ნიშნავს, რომ აი ქსელები ცდილობენ რომ კონდეთ კონკურენცია უკეთესი შემოთავაზებელი სხვა ქსელში. რა თქმა უნდა და ეს ძალიან კარგია მე ვფიქრობ. ბატონო ირაკლი, ვისთვის არის დაუშვათ ეს ხელმისაწვდომი, ეს შეთავაზება? ეს არის ყველა მოქალაქისთვის თუ არის რაღაც ჯგუფი, რომელთაც აქვთ ამით სარგებლობის უფლება? კი, ბუნებრივია პორტალი ღიაა და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შევიდეს როგორც კომპიუტერიდან, ასევე მობილური მოწყობილობიდან, თუმცა დღის წესრიგში დგას მობილური აპლიკაციის შექმნა და ასევე ვფიქრობთ ჩვენ რომ თუ მაგალითად თუნდაც ასაკოვანი ადამიანებისთვის შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი მობილურ მოწყობილობაში ან კომპიუტერზე, გქონდეს გარკვეული რაღაც სატელევიზიო ფორმატები, სადაც მოხდება განახლება ამ საუკეთესო შემოთავაზებების, ამიტომ ეს ნელ-ნელა ამ ეტაპზე პორტალზე 13 ქსელია განთავსებული, 13 საბაზისო პროდუქტს მოიცავს, შემოთავაზებები ყოველდღურად განახლებადია, მაგრამ ქსელებთანაც მიმდინარეობს კომუნიკაცია, რომ უფრო მეტი ქსელი იყოს წარმოდგენილი ამ მიმართულებით და მოცვა კონდეს უფრო მეტი და პორტალი განვითარდეს ისე რომ აბსოლუტურად ყველას კონდეს ხელმისაწვდომობა აღნიშნული მიმართულებით. კიდევ ერთხელ ვიძახით, პორტალის მთავარი დანიშნულება არის ინფორმირება თითოეულ ჩვენთაგანის, რომ ინფორმირებული არჩევანი გავაკეთოთ და ეს ქმნის დანაზოგის ინფორმაციაზე წტომა. კი, რა თქმა უნდა, ხაც პორტალიდან ვერ იყიდით. სოციალურად და უცველთათვის დაუშვათ არ არის, ხო, ეს შეთავაზება ყველასათვის არის. ეს აბსოლუტურად ყველასათვის არის, ვისთვისაც აღნიშნული სასურსათო პროდუქტები ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ახლა პორტალიდან ვერ იყიდით ამ პროდუქტებს, მაგრამ გეცოდინებათ მაგალითად რომელ ქსელს, რომელ დღეს და რომელ პერიოდში მაგალითად კარაქსზე ან რძეზე აქვს საუკეთესო შემოთავაზება და ეს არ არის მარტო აი ძალიან ბევრ ქვეყანაში, როდესაც ეს ფასების პრობლემა იყო ამ ცნობილი მოვლენების გამო, აღნიშნული ტიპის პროექტებმა ძალიან მუშაობს დღესაც, იმიტომ რომ აი ფასების ღიაობა, გამჭვირვალობა ზრდის კონკურენციას და კონკურენცია შემდგომ უზრუნველყოფს ყველაზე სამართლიან ფასს. აი ეს არის თავარი შორის პრაქტიკაში ვნახე ორი ახალგაზრდა გოგო, რომელიც მარკეტში შემხვდა, ჩამონათვალე ეწერათ ფურცელზე, შეიძლება რამდენიმე თვის წინანდელ ამბავს ხვები, მაგრამ ეწერათ და რაღაც პროდუქტებზე თქვეს, რომ ეს აქ არა, იქ უფრო კარგი ფასებია და წავიდეთ. ანუ ამ გოგოებს უკვე ეს თავისი კალკულაცია გაკეთებული გქონდათ, მაშინ ცოტა ძალიან გამიკვირდა, მეთქი რა მობილიზებულები არიან მოსული, შეიძლება რაღაც აღდგომოს იმას ეყრდნობოდა ეს ყველაფერი სამზადის და ამიტომ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბევრისთვის ქსელებს ახლა ყოველდღიურ რეჟიმში, სადაც და აქამდეც პირობითად თავენ სივრცეებში აქვთ, ხო, აქციები, მაგრამ ამის შესახებ ინფორმირება ახლა თუ თვითონ არ გაცნობათ, ამის შესახებ უამრავ საშუალება ან ადგილზე არ მიხვდით, შეიძლება უფრო მოსახერხებელი იყოს მსგავსი ტიპის ერთიანი სივრცის არსებობა, სადაც შედარების საშუალება ექნება და პორტალს აქვს ესეთი ფუნქცია შექმნილი შენ კალათა და იქ პირობითად 1, 5 თუ 12 თუ რამდენი დასახელების პროდუქტიც იქნება პირობითად ჩემთვის სასურველი, შემიძლია მისი, ესე რომ ვთქვათ, კომბინაცია გავაკეთო და შევადარო პირველი 5-ეული მაგალითად, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და შემდგომ ალბათ რაც რომელიც უფრო ახლოა ჩემთან, შემდეგი ნაბიჯი ალბათ ეგ არის, რომ იცით რა მაინტერესებს, ეს არის კეთრინება დაუშვათ ამ ქსელების, თუ ეს არის რაღაცა ვალდებულება, რომელსაც დაუშვათ სახელმწიფო usახავს ამ ქსელებს, მომწოდებლებს, რომ კონდეთ მუდმივად ეს შეთავაზება მომხმარებლებისთვის. ამ ეტაპზე ეს არის ერთობლივი პროექტი და ინიციატივა, რომელიც ვახსენე, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში და შემდგომ პარლამენტის ფასების შემსწავლელმა კომისიამ დასახა მოკლევადიანი
აქტივობები და ამის ფარგლებში ქსელება დაიწყეს ამ შეთავაზებები და ამის ნაწილია შემდეგ ელექტრონული ფორმატში ამ ყველაფრის მოქცევა. ეს საკუთარ ბევრ ღონისძიებას მოიცავს და ეს ერთ-ერთია იმისთვის, რომ ფასები იყოს უფრო სამართლიანი მოქალაქეებისთვის. ამიტომ ამ ეტაპზე ბუნებრივია ეს არის თანამშრომლობის ფორმატი. თუმცა თვითონ ჩვენი უწყება როგორც ასეთი 2023-დან ამ სფეროს უყურებს განვითარებას, ტენდენციებს, აფასებს, კონკურენციის ხარისხს და ეს გრძელდება, იმიტომ რომ ეს ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უყუროთ მაგალითად კონკურენციის ხარისხს აღნიშნულ მიმართულებაზე და კარგია, რომ თვითონ ამ პორტალზეც ჩანს ეს დინამიკა, პროგრესი, რომ აი ქსელებს შორის საკმაოდ ესეთი მოლოდინები როგორი გაქვთ, აი თანდათან დაუშვათ ეს საიტ შეიძლება წავიდეს ეს პროექტი და ასევე დაუშვათ გამრავალფეროვნება არჩევანის თუ იგეგმება. განვითარება პორტალის იგეგმება, ბუნებრივია, უკვე ვახსენე, რომ იქნება ციფრული მხარდაჭერა და იქნება ეს მობილური აპლიკაცია, რომ უფრო მოსახერხებელი იყოს ჩვენთვის ძალიან მარტივად, აი ეს ტელეფონს აბსოლუტურად ყველა მოიხმარს და აბსოლუტურად ესეთი პრაქტიკული დანიშნულება აქვს ძალიან ბევრი ინფორმაციის თვალსაზრისით, ამიტომ ეს აპლიკაცია იქნება ძალიან მალე, რაც გაამართლებს ნავიგაციას. შეიძლება ვიფიქროთ ასევე გარკვეული პროდუქტების მიმართულებით განვითარებაზეც, ეს შეიძლება იყოს ზოგიერთი არასასურსათო პროდუქტი, რომელიც ასევე სურსათის გარდა მაგალითად ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები თუნდაც შეიძლება ეს იყოს ხო საწყობო ქიმია, რაღაცა ესეთი პირადი მოვლის საშუალებები ამ რომელსაც ძალიან ისეთი აქტიური მოხმარება აქვს, თუმცა ეს ალბათ შემდგომი ეტაპებია. ეხლა ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად ყველას მივაწოდოთ ეს ინფორმაცია, რომ ვიზიტები საიტზე და პრაქტიკული დანიშნულება გქონდეს მაღალი პირველივე დღეს, გახსნის დღეს, დაახლოებით 20,000 გადააჭარბა ვიზიტორების რიცხვი და ჩვენ გვინდა რომ ეს დინამიკა აქტიურად შევინარჩუნოთ, რომ რეალურად მართლა გქონდეს ამას პრაქტიკული დანაშაულება. იმიტომ რომ იძლევა დანაზოგს მოქალაქისთვის და ჩვენთვის როგორც ამ სექტორის მონიტორინგის מחორციელებელი უწყებისთვის მნიშვნელოვანია რომ ქსელებს შორის იყოს აქტიური კონკურენცია და გითხარით კიდევაც რომ გახსნის დღეს 13 პროდუქტის ჯამური ღირებულება იყო სადღაც 42, დღეს არის სადღაც 38 და ეგ სხვაობაში და დიდი არ, მაგრამ ჩვენთვის რომ აი პროცენტულად რომ ნახოთ კონკურენციის შედეგია ის რომ ეს დაახლოებით ნახევარ თვეში არის ეს შედეგისთვის ახლა არ ვამბობ რომ ეს მუდმივად გაგრძელდება, მაგრამ ლიდერები მუდმივად იცვლებიან, შემოთავაზებები მუდმივად ცვალებადია და ეს ვფიქრობ კარგია მოხმარებისთვის და მოქალაქისთვის. აი ვით მაინც ვერ ერკვევა ასეთი ტიპის სერვისში. თქვენ ახსენეთ რაღაც პაკეტებივით, ხო? რომ გამარტივდეს ასე ვთქვათ ჩვენი მაყურებლისთვის არჩევა. აი დაუშვათ ირჩევ თანხას, რა თანხის დახარჯვას გეგმავ და შემდეგ იქ უყრი იმ პროდუქტებს თავს, რომელსაც შეარჩევთ და როგორ ხდება. აქ არის უბრალოდ შემოთავაზებული პროდუქტის კატეგორიები და ეს არის 13 სასურსათო პროდუქტი, რომელიც საოჯახო კალთაში ძალიან მნიშვნელოვანია, ვახსენე კიდევაც. კი, მაგრამ თუ არ მინდა 13-ვე ხო, მინდა რაღაც. შეიძლება ერთი მინდა, ან ორი მინდა, მაგალითად აი პირობითად 2-3 პროდუქცია ხო ლაპარაკი, შეგვიძლია ვნახოთ ერთ პროდუქტზე სად არის საუკეთესო ფასი, რომელ ქსელში, ან თუ პროდუქტების კომბინაცია, უბრალოდ კალათა ავაწყო და კალათის ლიდერი მარკეტი ვნახო. შეიძლება ერთ დასახელებაზე. კი, აი ერთ დასახელებაზე შეიძლება რომელიმე კონკრეტული ქსელი იყოს ლიდერი, მაგრამ 4 დასახელების პროდუქტის კომბინაციაზე შეიძლება სხვა მაღაზია ჯობდეს და ეს ჩემზეა აბსოლუტურად დამოკიდებული რაოდენობის და რამდენი კატეგორიის პროდუქტი. მარტივი ბუღალტერია, ნამდვილად ამას არ ჭირდება დიდი. ბუღალტერია მოქალაქეებს არ ითვლის პირდაპირ მარტივი მანიპულაციებით აკეთებს ამ კალათის ღირებულების პორტალი აკეთებს ამას უბრალოდ თქვენ ირჩევთ და აკეთებთ მოყავს ერთი. კი, ეს საკმაოდ ესეთი პრაქტიკული დანიშნულების პორტალია, მოკლედ ესე რომ ვთქვათ, ყველა უკვე ჩართულია პორტალი, უკვე იყენებენ და შეუძლიათ ახლავე ნახონ და გაემართონ სუპერმარკეტისკენ, მოკლედ. კი ბატონო, ჩვენს სოციალურ ქსელშიც, კონკურენცისა და მოხმარების დაცვის სოციალურ ქსელში ყოველდღიურად ხდება გამოქვეყნება მაგალითად შემოთავაზებების რაოდენობის და ეხლა დღეიდან უკვე კალათის ღირებულებებსაც დავიწყებთ მაგალითად რომელია დღეს ამ დროის მდგომარეობით მაგალითად ლიდერი ქსელები მაგალითად 13-ვე დასახელებას და დანარჩენი უკვე მოქალაქემ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა 5, 7 თუ 8 პროდუქტი.
კარგით, მადლობა მოწოდებული ინფორმაციისთვის. i-kalata.gov.g ჩვენს გვერდზეც, თქვენს ეკრანზეც გადიოდა ეს მისამართი, სადაც შეძლებთ გადაათვალიეროთ, მიიღოთ ინფორმაცია იმ დღის შეთავაზებების შესახებ და შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება თქვენთვის სასურველი.